თქვენ ამბობთ რომ ძალადობა არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან მოდის. ძალადობს ამავდროულად ძალადობს ქართული ბანკი და მისი თანამშრომლები და თუმცა ცეცხლაც კი უსმენთ. გამორჩა პირველი როდესაც დასვით კითხვა და დაამატა. ეს მისი სიტყვებია, მე ხომ არ ვიგონებ, ეს ნახეთ ძალიან. თქვენ ჟურნალისტი პოსტალიონი არ გზავნებთ. თქვენ ჟურნალისტმა კეთილი ინებეთ. უნდა გადაიტანოთ ვიღაცის ნათქვამი სადღაც. თქვენ ის უნდა გადაამოწმოთ, ინფორმაციის საიმედოობა უნდა დაარწმუნოთ მოსახლეობა და იმის შემდგომ უნდა დასვათ კითხვები. დოკუმენტაცია, რომელიც წარმოვიდგინა ამ ადამიანმა. თქვენ უფლება გაქვთ ცალკე ბრიფინგი ჩაატაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენთან მოვლენთ ადვოკატები და იურისტები ქართულ ბანკის და თქვენ ამომძურავთ იპასუხოთ. იქ ყველანაირი საბუთი არსებობს იმის, რომ არავითარი ძალადობა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, სხვებს მიმართავთ, თქვენ აღარ პასუხობთ, იმიტომ რომ თქვენი პოზიცია გასაგებია. მე მიმართავ მოსახლეობას, მარტო თქვენ მე ვიცი ის, რომ არ არსებობს და შეუძლებელია ამ ქვეყანაში ვინმეს ჰქონდეს ძალადობის უფლებას თეორიულადაც კი, გარდა ერთი კაცისა და ამ ხელისუფლებისა, რომელიც მას ემსახურება. ამიტომ კითხვას როდესაც ვთქვათ, თქვენ აბსურდულია უკვე ეს კითხვა. პასუხს არ იმსახურებს. დამელოდეთ. არის ძირში, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ესე ზეწოლას ახორციელებს და ამდენი გაგაჩნიათ და რამდენიმე წლის წინ მომხდარი თემა მაგას რომ საფუძველი ქონებოდა 1 გრამი მაინც, დღეს ჩვენი ხელისუფლება ამას როგორ გაუშვებდა ხელიდან და მაგას ვისაპატიებდა. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თუ მაინც ეჭვგავთ და ჟურნალისტს გააქვთ ამის უფლება, თქვენ ჟურნალისტური გამოძიება აწარმოოთ და ძალიან კარგი იქნებოდა რომ ამის სრული აღზრდა თქვენ და შეგიძლიათ ცალკე გამოკვლევები გააკეთოთ და გააკეთოთ ფილმიც კი და მე მოგისურვებთ ამას, მე თქვენ მოგიწოდებთ ამისკენ და ძალიან კარგი იქნებოდა დაველოდები თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგს, გამოიტანთ ამ თემებს და აჩვენებთ საზოგადოებას თურმე როგორი ზეწოლა ხორციელდება ქართულ ბანკის თანამშრომლების მხრიდან. ცეცხლსაც გეცნიათ თურმე და შეიძლება სვერბლიც იცით თქვენ და ამასაც მიაგნოთ და ძალიან კარგი იქნება. ძალიან დიდი გოდიში. გულწრფელად მაინტერესებს, რატომ გაქვთ დატოქსვითი პოზიცია და ტონი ჟურნალისტების მიმართ და მე რატომ იწვევს ხოლმე ყველაფერი ჩვენი პოზიციები? ერთი მე არ მგონია რომ ეს არის დატოქსვითი ტონი. როდესაც თქვენ მოგიწოდებენ იმაზე რომ თქვენი კითხვა შეიძლება თქვათ არაკორექტული იყოს, ნუ მიიღებთ ამას დატოქსვით. რატომ დებულობთ დატოქსვით? მე არ მგონია რომ ეს იყო დატოქსვა. დატოქსვად დებულობთ თქვენი რეაქციით მხოლოდ. თქვენ გაქვთ უფლება დასვათ ნებისმიერი შეკითხვა. მაგრამ ისიც კარგად გაითვალისწინეთ, რომ მე მაქვს უფლება იპასუხოთ ისე, როგორც მე მინდა ის და მე მაქვს სურვილი მას. და ის რომ ზოგჯერ პასუხი თქვენ არ მოგცემთ ამას დატოქსვად დებულობთ, თქვენი პრობლემაა. მე არ მიხმარი, ახალცეთი სიტყვა შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა და ეს მე ვბრძანებ ერთ-ერთ წინა ბრიფინგზეც, როდესაც გაგიცხადეს თქვენ რომ ბრიფინგი იქნებოდა და როდესაც დაჟინებით ითხოვდით შეკითხვებს, მე არ ვიცი თქვენ მზადდებოდით თუ სხვები იყვნენ. და როდესაც იმის შემდგომ მე დაგეკმილი მქონდა ერთშემთან შეხვედრა, ყველაფერი ეს გაწერილი იყო დროში, თქვენ მოგახსენეს თავშივე რომ ეს არის ბრიფინგი და არა პრესკონფერენცია. ამის შემდგომ დაჟინებით მოითხოვე ჟურნალისტებმა შეკითხვები და მომაყარეს ესაა თქვენი დემოკრატია, თქვენ ესე იქცევით? დემოკრატია ნუ გონიათ უწესრიგობა. აი ამაზე მიგითითებთ მე და მუდამ შეგახსენებთ ამას. თუ თქვენ მოგესურვებათ რომ დაწესებული ის რაცაა, რისთვისაც მოგიწვიეს თქვენ ეს გადააბრუნოთ და წაიყვანოთ სხვა მხრივ. ეს პრობლემაა და რა თქმა უნდა ეს რიგი ყველას მოეთხოვება. დემოკრატია არ გულისხმობს ქაოსს და უწესრიგობას.